კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი სოფო კვინტრაძე, ეს არის გადაცემა კვინტრაძის სტუდია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რუსთავი 2-ის საქმეზე, მოგეხსენებათ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ანუ ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალაშის მფლობელობაში დატოვა. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ სატელეფონო ჩართვით შემოვიყვანთ ახლა ზაალ უდუმაშვილს, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს. მოგესალმებით ზაალ, დიდი მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობა რომ დაინტერესებული ხართ ამ თემით. ზაალ, პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი შეფასება ამ დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ მართალია არაერთი შეფასება, მაგრამ ამ დროისათვის ასე ვთქვათ, როგორია თქვენი შეფასებები, რასთან გვაქვს საქმე? პრინციპში სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოაცხადა სააპელაციო სასამართლომ. ჩვენ ამას ვიძახთ, რომ ეს გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაწერილია და უბრალოდ გახმოვნება ჭირდებოდა, უბრალოდ ემოციურად ბნელი მოსასმენი იყო ის, როდესაც 3 წუთში ასე ვთქვათ, მოსამართლეებმა გადაუწყვეტეს სამაუწყებლო კომპანიას ბედი და დატოვეს თამაზურწმენლის გადაწყვეტილება ძალაში. პრინციპში მოსამართლეებმა ელემენტარული ცვლილებების შეტანაც კი ვერ მოიფიქრეს, რომ რაღაცა შეეცვალოს ამ გადაწყვეტილებაში, პირდაპირ ავტომატურად თამაზურწმენლის გადაწყვეტილება დატოვეს ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში უკვე მარცხოჯულების იმედი არავის აღარ უნდა ჰქონდეს. როდესაც ასეთ საქმეებს ეხება, საქმე რომელშიც ხელისუფლება არის პირდაპირ დაინტერესებული. დღეს ხელისუფლების სურვილი სასამართლომ აღასრულა ის წინდა, ანუ შეასრულა ის მოვალეობა, რაც მას დაკისრებული ჰქონდა. ზაალ, ჩვენ ვიცით, რომ გაჟღერდა რუსთავი 2-ის ადვოკატების მხრიდან, რომ თქვათ შემდეგი ეტაპი იქნება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება. ანუ მინდა რომ ეს დამიდასტუროთ, მართლაც აპირებთ თუ არა ასე და ამ შემთხვევაში რას ელოდებით? ანუ მესმის რომ ძნელია ხა ამის თქმა, მაგრამ მაინც ბუნებრივია უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რაც კი ჩვენს ხელს არსებობს, ეს არის უზენაეს სასამართლო. სიმართლე რომ გითხრათ, იმედი ცოტა ნაკლებად მაქვს, იმიტომ რომ საერთო სასამართლოებმა ერთად თავის სახე უკვე დაანახა, თუმცა ჩვენ უფრო იმედიანად ვართ განწყობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომლის გადაწყვეტილებასაც ველოდებით თუ ახლოს მომავალში. კი ბატონო, რა ხდება ამჟამად ტელეკომპანიაში? მე მინდა გკითხოთ უშუალოდ გუნდის შესახებ, იმ ჟურნალისტების შესახებ, რომლებსაც მე მესმის, რომ ძალიან რთულ ემოციურ ფონზე უხდებათ მუშაობა. რამდენად ერთიანია ზოგადად რუსთავი 2-ში აი მოსაზრებები იმის შესახებ, რაც ხდება? იცით რა, ზუსტად ის რომ რუსთავი 2 ერთიანია თავისი გუნდით, სწორედ ამ ფაქტორმა გადაატაინა ყველაფერი. რუსთავი 2 ჩვენ ამ რეჟიმში თითქმის 1 წელია უკვე იმყოფებით, ფაქტობრივად ასე სტრესულ რეჟიმში. ზაფხულში აგვისტოში დაიწყო ეს მასირებული შეტევა სასამართლოსთან რუსთავი 2 და დღემდე გრძელდება. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება ალბათ ყველაზე მეტად იმაზე არის აღშფოთებული, რომ გუნდის გატეხვა ვერ მოახერხა. და გუნდი ერთიანობას ინარჩუნებს და ასე ვაპირებთ ბოლომდე გაგრძელებას და ჩვენ არ შევეგუებით აზრს, რომელიც მარცხს ეხება. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება ამაში. კი ბატონო, თქვენ დღეს თქვით ესეთი ფრაზა, რომ მართალია ბრძოლა წააგეთ, მაგრამ ომი არ დამთავრებულა. დიახ. ანუ რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ომი არ ჩვენ დავაგეთ ერთი ეტაპი ამ ბრძოლის, რომელსაც ერქვა სააპელაციო სასამართლო. თუმცა წინ კიდევ არის სამართლებრივი ბერკეტები, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართლებრივად დავასრულებთ ამ პროცესს ჩვენი გამარჯვებით. და ბოლოს მინდა გკითხოთ, საბოლოო ჯამში გლობალურად რომ შევაფასოთ ეს პროცესი, რატომ ხდება ეს? რა არის მთავარი პრობლემა? რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა, თუ აი რას უკავშირებთ ამ ყველაფერს? მთავარი პრობლემა არის მოახლოებული არჩევნები, იმიტომ რომ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ თუ რუსთავი 2 როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქართულ მედია ბაზარზე და ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული არხი ამ ფონზე მას გაუჭირდება არჩევნების მოგება ან გაყალბებული არჩევნების დაკანონება. და სწორედ ამიტომ დაიწყო არამხოლოდ რუსთავი 2, ზოგადად მედია სივრცის გასწრება დაიწყო 1 წლის წინ ხელისუფლებამ, გავიხსენოთ რა ხდებოდა საზოგადოებაზე, პირველ არხზე, იმედზე და ასე შემდეგ. მაესტრო მოყვა ამას შემდეგ და თუმცა რუსთავი 2 ყველაზე სუყელ უკმა, რომელსაც ასე ადვილად ვერ გადაყვება, ჯერჯერობით ხელისუფლებამ და მე დარწმუნებული ვერც გადაყვებას.
კი ბატონო ზაალ, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში. ზაალ უდუმაშვილი საუბრობდა ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ჩვენ გავაგრძელებთ გამოშვებას და ჩაგვერთვება თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე, მაგრამ მანამდე მინდა გაგაცნოთ რამდენიმე შეფასება რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით. მოგიხსენებათ, დღეს ეს მედიაში ძალიან აქტუალური თემაა და არაერთი შეფასება მოვისმინეთ, მაგალითად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ მოვლენების განვითარებას ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება. წაგიკითხავთ მის, ასე ვთქვათ, მცირე ციტატას მისი ინტერვიუდან. საქართველოში ფართო დისკუსია ორ საკითხზე მიმდინარეობს. პირველი საქართველოს დამოუკიდებლობასა და მეორე პრესის სასამართლოს დამოუკიდებლობას და მეორე პრესის თავისუფლებას შეეხება. ჩვენთვის ორივე პრინციპი მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ეს გახლავთ იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. ხელისუფლებაც ეხმაურება რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. რამდენიმე მინისტრმა გააკეთა ამ თემაზე კომენტარი და ისინი საერთო სურათი ასეთია, რომ ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია და ის არ ერევა, ასე ვთქვათ, სასამართლოს გადაწყვეტილებებში. მაგალითად, ნოდარ ჯავახიშვილი, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის კანონი, რომელიც უნდა აღსრულდეს. აპრილში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში სამართლიანია. მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ ნებისმიერ საკითხს, რომელიც რუსთავი 2-თან კავშირდება და იქიდან მოდის 2003 წლიდან, ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ასევე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც გააკეთა კომენტარი ამ თემაზე. ხადური ამბობს, სასამართლო არის დამოუკიდებელი და მე სასამართლოს საქმიანობას ვერ შევაფასებ. სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დაუშვებელია ნებისმიერი მხარის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა, ვინც არ უნდა იყოს მით უმეტეს ხელისუფლება. ეს გახლდათ ნოდარ ხადურის კომენტარი. ასევე ძალიან აქტიურად ეხმაურება დღევანდელ ამბავს არასამთავრობო სპექტრი. მაგალითად, უკაცრავად ჩვენ შეგვიძლია როგორც მაცნობებენ შემდეგი სტუმარი შემოვიყვანოთ უკვე პირდაპირ ეთერში და ქართული ოცნებიდან დეპუტატი გიორგი კახიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ჩვენ მოვისმენთ რა პასუხი აქვს ხელისუფლებას იმ ბრალდებებზე, რომელიც დღეს უხვად ისმის როგორც არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენებს. პირველ რიგში თქვენ ბრძანდებით იურისტი, თქვენი შეფასება დღევანდელ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის უამრავი ბრალდება, მათ შორის ბევრი ბრალდება ეხება, ვთქვათ, პროცედურულ დარღვევებს, თვითონ სასამართლოს, ვთქვათ, მიმდინარეობას. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატებს, ვთქვათ, არ ქონდათ უფლება, რომ დასწრებოდნენ ბოლო პროცესებს და ამ შემდეგ ბევრი ბრალდება იყო. თქვენ თუ დაინახეთ სადმე დარღვევები, რომელიც, ვთქვათ, საგანგაშოა ამ შემთხვევაში? ცით რა არის პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ვიდრე სამართლებრივი შეფასება გაკეთდება სასამართლოს გადაწყვეტილების, უფრო უნდა ვიცოდეთ რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასამართლომ მხოლოდ გადაწყვეტილების არეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, დაუნდებლობა ითვალისწინებს 20-30 დღიანვადად, როდესაც მთლიანად ეს გადაწყვეტილება გადაეცემა მხარეებს, ხო? და მაშინ ალბათ მას ზოგადად გახდება ცნობილი სამოტივაციო ნაწილი. ანუ იმ მტკიცებულებების შესახებ რის საფუძველზეც მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ამიტომ ამ ეტაპზე ხა სამართლებრივ მხარეზე ბუნებრივია მე ვერ ვისაუბრებ და სიმართლე რომ გითხრათ მტკიცებულებების რომ ვიცოდე, მაინც როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ალბათ მოვერიდებოდი რაღაც ჩემი შეფასებების გაკეთებას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება რაც უფრო დისტანცირებული იქნება, თუნდაც აი ასეთი კომენტარებისგან, აი ამ საქმისგან,
ალბათ ეს უფრო სწორი იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩემი განცხადება შეიძლება ასე ვთქვათ რაღაც განსხვავებულად იქნეს აღქმული. ბატონო გიორგი, თვითონ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რომელიც საკმაოდ აქტიურად შუქდებოდა იგივე მედიით, თქვენთვის არ იყო არაფერი საეჭვო, ან კითხვის ნიშნები არ გებადებათ, თუნდაც ის ფაქტი, რომ ძალიან აქტიურ ფაზაში შედის უკვე საარჩევნო კამპანია და აი ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის, რომელიც ამავდროულად არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მისამართით და ხდება სწორედ ამ პროცესზე ემთხვევა, ვთქვათ, დავა მის მფლობელობასთან დაკავშირებით. თუნდაც ეს ფაქტი არ აჩენს გარკვეულ კითხვებს. იცით რა არის, ახლა დროში რატომ მოხდა ესეთი დამთხევა, თუ ამას გულისხმობთ და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნებამდე შეიძლება ვთქვათ რუსთავი ორის მენეჯმენტში რაიმე შეიცვალოს ამ სარედაქციო პოლიტიკაში, მე შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებამდე არაფერი არ შეიცვლება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მხარეს შეუძლია გაასაჩივროს უზენაეს სასამართლოში, გასაჩივრების ვადებია, თალკე უზენაეს სასამართლოს თავის განხილვის ვადებია და მე არ მგონია, რომ არჩევნებამდე სასამართლო პროცესი დასრულდეს. ანუ ეს სასამართლო პროცესი ბევრად უფრო გრძელი იქნება, ვიდრე თქვათ არჩევნები ახლა ჩვენ გველის უახლოეს მომავალში. ასე რომ თუ ვინმე ამას უკავშირებს აი არჩევნების წინ ხელისუფლებას ცდილობს რომ ეს სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს რუსთავი ორის, ეს უბრალოდ არასწორი შეფასებები არის და ნუ ესეთ რაღაც პოლიტიკური განცხადებებია. კი ბატონო, და ბოლოს მინდა გითხოთ მაინც თქვენი პასუხი მაინტერესებს, თქვენთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი თუ ეს არის სუფთა, ასე ვთქვათ, სამართლებრივი დავა, როგორც ამბობენ, ვთქვათ, კერძო პირებს შორის მფლობელობაზე? რა არის, იცით, ეს ერთი მხრივ არის კერძო სამართლებრივი დავა, საკუთრების უფლებიდან გამომდინარე და შეიძლება საერთო სისტემის სასამართლოები ესეთ დავებს დღეში არაერთ იხილავენ. მაგრამ ბუნებრივია, არც იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ერთ-ერთი რიგითი დავა, იმიტომ რომ ამ დავამ მიიღო ძალიან პოლიტიზირებული ხასიათი. გარდა ამისა, სამწუხარო რა არის, რომ რა ხდება შიგნით საქმეში, ესე თქვა, სამართლებრივი მტკიცებულებების თვალსაზრისით, ეს უკვე გახდა მეორეხარისხოვანი. არავინ ამას არ კითხულობს, კეთდება მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები, პოლიტიკური ჯგუფები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ყველა ესე თქვა სხვადასხვა ფორმით ესე თქვა მიეთმახნა ამ პროცესს და ყველა ცდილობს რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდები და პოლიტიკური სარგებელი ნახოს ამ პროცესიდან, გულისხმობ ოპოზიციურ სპექტრს ძირითადად იმ ჯგუფებს, რომლებიც ესე თქვა აი ამ პროცესთან დაახლოვდნენ და საბოლოო ჯამში როგორ გითხრათ, ეს საზოგადოებას რაც მიეწოდება ინფორმაცია, ეს არის მთლიანად პოლიტიკური ინფორმაცია, პოლიტიკური ესე ვთქვათ ანგაჟირებიდან გამომდინარე რაღაც შეხედულებები და მოსაზრებები და სინამდვილეში შეიძლება ამას სამართალთან არანაირი შეხება არ ქონდეს, იმიტომ რომ სამართლებრივად შეიძლება სულ სხვა ვითარება იყოს საქმეში და ეს უბრალოდ არც ვიცით, მე პირადად არ ვიცი, იმიტომ რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო სასამართლო განცხადება არ ვიცი. მაგრამ ეხლა ბუნებრივია შეხება კითხვა, ხო? რა შეიძლება იყოს ჩემთვის, ეხლა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლისთვის და ასევე თუნდაც საზოგადოებისთვის გარანტია იმისა, რომ სასამართლო იღებს კანონიერ გადაწყვეტილებებს. ეს პირველ რიგში არის სასამართლო პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობა. და ფაქტურად ეხლა მე სამწუხაროდ არ ამაქვს იმდენი დრო, რომ ასე დიდგან საღამომდე ვიждე, თქვა რუსთავი ორის ამ პროცესებს უყურე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხო? მაგრამ ფაქტ ეს საჯაროობის იმის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური, არის ძალიან დიდი გარანტია, ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია და სხვათა შორის ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო სწორედ აი ესეთი გადაწყვეტილება, რომ სასამართლო პროცესები ჩვენ გავხსენით საზოგადოებისთვის, ტელევიზიებისთვის და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარანტია. სხვა მხრივ ეხა ის დეზინფორმაცია, რაც მოდის ტელევიზიები, გულისხმობ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რუსთავი და ზოგადად ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიებიდან, ეს აი ხშირ შემთხვევაში რეალობასთან საერთოდ შემხებულობაში არ არის და საზოგადოება იღებს არასწორ ინფორმაციას, ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაციას და სამწუხაროდ აი რაღაც ანტისახელისუფლებო პროპაგანდის ხასიათი მიიღო ამ ყველაფერმა ამას. კი ბატონო, გასაგებია გიორგი კახიანი, ქართული ოცნებიდან დეპუტატი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ჩვენ უნდა ჩავთოთ ასევე ტელეფონით შალვა შავგულიძე თავისუფალი დემოკრატებიდან, მანამდე კი წაგკითხავთ კიდევ რამდენიმე საინტერესო შეფასებას, მაგალითად
რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსთავი 2 სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება არჩევნებამდე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური შემადგენელი არ იყო განმსაზღვრელი რუსთავი 2-ის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, ისევე როგორც კაბელების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დროს. არ ველოდები, რომ არჩევნებამდე მოხდება რუსთავი 2-ის ჩაჩეხვა და მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. ასევე როგორც წეღან აღნიშნა, არასამთავრობო სექტორი ეხმაურება აქტიურად ამ საქმეს, მაგალითად, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო არა ხალვაშის, არამედ ხელისუფლების ნებით. სამართალ წარმოება რუსთავი 2-ის სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და არა მისი მეპატრონეების მესაკუთრეების წინააღმდეგ დაიწყო არა ბატონი ხალვაშის, არამედ ამ ქვეყნის ხელისუფლების ნებით. და რაც ყველაზე მთავარია, გადაწყვეტილება დაიწერა მანამ, სანამ დაიწყებოდა დავა. ამას აცხადებს გიორგი მშვენიერაძე და ჩვენ ახლა შეგვიძლია გავესაუბროთ შალვა შავგულიძეს, თავისუფალი დემოკრატებიდან. მოგესალმებით, ბატონო შალვა. მოგესალმებით, მივესალმები რადიო სვენელს. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო შალვა, თქვენთვის პირველ რიგში რომ შეაფასოთ, ასე ვთქვათ, დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს, იყო ეს მოსალოდნელი? რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მაგრამ მოდით ვიდრე გადავალ კონკრეტულად დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, ვიტყვი ზოგადად ჩემ დამოკიდებულებას ამ პროცესთან დაკავშირებით. სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან, ანუ ხელისუფლებისაგან და არა რომელიმე სხვა სუბიექტისაგან, ან საკუთარი სუბიექტური განცდებისა თუ სიმპათიებისაგან. და რამდენადაც აი ამ კონკრეტულ დავაში სახელმწიფომ არ უზრუნველყო რუსთავი 2-ის სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომელიც დღეს წარმოადგენს სახელმწიფოს, ხელყო სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა. ნუ ასეთ შემთხვევაში, როდესაც უკვე სახელმწიფო ახდენს ხელყოფას ამღირებულებების და თან ახდენს ამ ხელყოფას სასამართლოს მეშვეობით, უკვე საზოგადოების ვალია, მით უმეტეს იმ საზოგადოების, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს ამბიცია, რომ დაიცვას დემოკრატიისათვის ესოდენ ძვირფასი და ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა. თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, თქვენთვის რა არის ის აი რამდენიმე მკაფიო ნიშანი რომ გითხრათ, რომელიც ასე ვთქვათ მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იყო ჩარეული ამ პროცესში? ვიმეორებ, რომ სასამართლო პროცესი, რომელიც ჩატარდა პროცედურულად, არ იყო სამართლიანი სასამართლოს უფლებით რუსთავი 2 გარანტირებული. ვინაიდან დადგა რამდენიმე შუამდგომლობა აცილებასთან დაკავშირებით და შუამდგომლობები არ იქნა განხილული. მოხდა საბოლოოდ გაძევება დარბაზიდან რუსთავი 2-ის ადვოკატის წარმომადგენლების, ასევე მისი გენერალური დირექტორის და ფაქტურად პოზიციის დამცველის გარეშე იხილებოდა რუსთავი 2-ის საკითხი. ხელისუფლების სახელისუფლებო ძალის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აშკარად დაუფარავად გამოხატავდნენ პოზიციას და აფიქსირებდნენ, რომ რუსთავი 2 არის არაობიექტური ტელევიზია და რა თქმა უნდა ჩვენ მას გავაჩუმებთ და ეს უნდა გავაჩუმოთ და თითქოს ეს არის საზოგადოების ინტერესში შემავალი რაღაც იქნებოდა საზოგადოების ინტერესის შესაბამისი. აი, როდესაც ახლა ხდება ესეთი პოლიტიკური მხარდაჭერა, პროცედურულად ესეთი საპროცესო დარღვევებით მიმდინარე პროცესის, რა თქმა უნდა, აქ აშკარაა, რომ აქ სამართალწარმოებასთან არ გვაქვს საქმე, აქ გვაქვს საქმე პოლიტიკურ მოთხოვნასთან, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მოთხოვნასთან, სასამართლოს მიმართ, რომ მან მიიღოს კონკრეტულად ესა თუ ის გადაწყვეტილება და მე ძალიან გამკვირვებია თუ შეიძლება ვიტყვი აი განსაკუთრებით იურისტებისაგან, რომლებიც გამოთქვავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ ისეთ პოზიციას, რომ რუსთავი 2 არის არაობიექტური ტელევიზია და ამიტომ ხელისუფლება და სასამართლო მართალი იქნება თუ გააჩერებენ და გააჩუმებენ და დაამარცხებენ რუსთავი 2-ს. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ხედვა, ვინაიდან ვიმეორებ, ეს არ არის რუსთავი 2-ის სამაუწყებლო
პოლიტიკა, მისი სიმპათიები, მისი ტენდენციურობა არ არის სასამართლოს განსჯადი რა თქმა უნდა, რუსთავი ამ შემთხვევაში არის კერძო ტელეკომპანია და მას აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორიც აქვს, მაგრამ მე მინდა მთავარი კითხოთ. აქ საუბარია მფლობელის ცვლილებაზე, ანუ იგივე რუსთავი ორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აი სწორედ ამით არის დაინტერესებული და ისინი ხელს იშველენ მაგალითად ბიძინა ივანიშვილისკენ, რომ მას ვინაიდან მას არ მოწონს ასეთი კრიტიკული ტელევიზია, მას სურს შეცვალოს მფლობელი. თქვენ აი ამ თავიდან ამ ყველაფერს დაიწყო. მფლობელის ცვლილების გზით უნდა მოხდეს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ეს ცხადია, ხო? ეხლა არა აქვს მნიშვნელობა რა გზას აარჩევ. თქვა წინა ხელისუფლების დროს მოხდა იმედში პირდაპირ შეჭრა ნიღბიანის სპეცრაზმელების და ასე მოხდა თქვა იმედის გაჩუმება. ამ შემთხვევაში ხდება სხვა რა, აქ ხდება კიდევ უფრო უარესი, უფრო შენიღბული ფორმით და თან ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა სასამართლო, რომელიც ასევე დამოუკიდებლობას საჭიროებს ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლებისაგან, იმასაც იყენებ ამ მედიის დამოუკიდებლობის ხელყოფის საკითხში. კიდევ უფრო ცუდია, კიდევ ერთი ინსტიტუტის გახსნა ხდება და არამიზნობრივად გამოყენება. და აქ მთელი რიგი კასკადია, იცით, ეხლა არცებით იმაში ვერ შევალთ, თორე ქიგარხალვას ჯერ ერთი თუ უნდა დავის დაწყება 4 წელი იყო უკვე თითქმის ხელისუფლებაში ქართული ოცნება და მხოლოდ მაშინ გააკეთა განაცხადი, რომ პრეტენზია რუსთავი ორის ქონებაზე. მეორეც ერთი მანამდე იყო რამდენიმე მესაკუთრე იქნა გამოცვლილი, მათი საკითხები არ არის განხილული. მესამე ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს მექანიზმი საერთოდ რუსთავი ორის კანონიერი მესაკუთრის ძებნის მექანიზმი ამოქმედდა თითქოს სამართლებრივი გზით, ამოქმედდა მხოლოდ მაშინ, რაც მოკლული იქნა ეროსი კიწმარიშვილი და ძალიან ლოგიკურად ჩდება კითხვა, რომ იმიტომ ხო არ მოხდა ესე, რომ ეროსი კიწმარიშვილი იყო ერთ-ერთი ისეთი მესაკუთრე, რომელიც არ გახდებოდა მართვადი და ასე ვთქვათ დამჯერი დღევანდელი ხელისუფლებისა და საკუთარ პრეტენზიებს დააყენებდა და მისი ასე ვთქვათ პრობლემის მოხსნის შემდეგ უფრო უმჯობესი იყო ამ მექანიზმის ამუშავება ძველი მესაკუთრეების მიერ პასუხის მოთხოვნა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მესაკუთრეები ეს დვალი და აქიმიძე საერთოდ არაყენებელ პრეტენზიას თუ რაღაც ოდნავ დააყენეს და მე გაშუმდნენ და ასე შემდეგ. ისე რომ ეს ყველაფერი ცხადად კი არ მიანიშნებს, პირდაპირ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ ხელისუფლება გადაწყვიტა, რომ ასე ვთქვათ, გააკონტროლოს მისგან არაკონტროლირებადი და მისგან დამოუკიდებელი მედია საშუალება და სოლიდური მედია საშუალება, რომელსაც გავლენა აქვს და აი გამოიყენა ესეთი მექანიზმი, გამოიყენა იპოვნა ისეთი ყოფილი მესაკუთრეთა რაღაც ჯაჭვში ერთ-ერთი ფორმალური მესაკუთრე, რომელსაც აკონტროლებს თვითონ აბსოლუტურად და მისი მეშვეობით, მისი მოყვალით რუსთავი ორის მფლობელობაში შემდეგ გააკონტროლოს ეს მედია საშუალება, თორე სხვა შემთხვევაში არსებობდა ეროსი კიწმარიშვილი და არსებობდა მთელი არ ვიცი რიგი მესაკუთრეებისა, რომელიც გამოისვალა და რატომ არავინ არ ჩანს, ან ვინც გამოჩნდა ეს დვალი და აქიმიძე, რატო პრეტენზიებს არ აყენებენ. ეს რა თქმა უნდა ეს იმიტომ რომ ხელისუფლების სცენარია ესეთი და ნუ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მე არ გონია რომ ეხლა ქართული საზოგადოება ესეთ შეურაცხყოფას მოითმეს და ესი ადვილად დათმობს ვიმეორებ დემოკრატიისათვის ისეთ ძვირფას ღირებულებას, როგორც არის მედიის დამოუკიდებლობა და ბატონშალვა, დიდი მადლობა. შალვა შავგულიძე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში და ამ თემაზე გავაგრძელებთ უკვე საუბარს. გივი კუბლაშვილი ახალი საქართველოსდან და ლევან ჩიტაძე სამოქალაქო ჩართულობის ცენტრიდან იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. დაგველოდეთ. კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე.